ფსიქოტროპული საშუალებების განხილვას შესწავლას ვიწყებთ ნეიროლეპსური პრეპარატების შესწავლით. ნეიროლეპტიკები ეს არის მედიკამენტები, რომლებსაც ნიშნავენ ძლიერი შიშების, ფსიქომოტორული აგზნების და ძლიერი უძილობის დროს. ამ კლასის პრეპარატებს ცენტრალური ადგილი უჭირავთ სხვადასხვა ეთიოლოგიის ფსიქოზების თერაპიაში. მათ აქვთ გამოხატული ანტიფსიქოტური მოქმედება, რომელიც მიმართულია პოზიტიურ და ნაწილობრივ ნეგატიურ სიმპტომატიკაზე. ამცირებენ ფსიქომოტორულ აქტივობას. ყველა ეს მდგომარეობა ვითარდება შემდეგი დარღვევებისას. პირველ რიგში ეს არის პარანოიდული შიზოფრენია და აგრეთვე სხვა სახის შიზოფრენიების და მწვავე შიზოფრენო ფორმული ფსიქოტური დარღვევებისას. აგრეთვე მანიების დროს. ეს მდგომარეობა ვითარდება აგრეთვე ფსიქოტური სინდრომებისას, რომლებიც გამოწვეულია ტვინის ორგანული დარღვევებისას, მაგალითად ბოდვითი დარღვევებისას, რომლებიც ძირითადად შეიმჩნევა ასაკოვან პაციენტებში. აგრეთვე დეპრესიებისას და განსაკუთრებით იმ დეპრესიებისას, რომლებიც გამოიხატება შიშებით და აჟიტირებული სიმპტომატიკით. ქიმიური სტრუქტურისა და მოქმედების მექანიზმების თავისებურების მიუხედავად, ამ ჯგუფის პრეპარატებს აქვთ მსგავსი თვისებები. კერძოდ, მათ აქვთ ფსიქოლეპტური, ძილის მოგრის გარეშე მოქმედება. ეს ფსიქომოტორული შეზღუდვა, ფსიქიკური ინდიფერენტულობა, ემოციური რეაქციების ნეიტრალურობა, არ შეიმჩნევა გონებრივი და ინტელექტუალური ფუნქციების შესამჩნევი ცვლილებები. ისინი ასევე ხსნიან ფსიქომოტორული აგზნების სხვადასხვა მდგომარეობას, მათ შორის აგრესიულობის და იმპულსურობის გამოვლინებას. აქვთ ანტიფსიქოტური მოქმედება, ანუ შეუძლიათ თანდათანობით შეამცირონ მწვავე და ქრონიკული ფსიქოტური მდგომარეობა, ანტიჰალუცინატორული, ანტიბოდვითი და ანტიაუტიზმური ეფექტები. აგრეთვე შეუძლიათ გამოიწვიონ დამახასიათებელი ნევროლოგიური და ნეიროვეგეტატიური რეაქციები, მათ შორის სისხლდარღვოვანი დარღვევები, თერმორეგულაციის შეცვლა, ფსევდოენცეფალური სიმპტომები. ნეიროლეპტური პრეპარატები ჩვეულებრივ აღიქმება პაციენტების მიერ როგორც ძლიერი დამამშვიდებელი საშუალებები, რომლებიც გამოირჩევა სხვა დამამშვიდებელი მედიკამენტების, ტრანკვილიზატორებისა და ძილისმომგვრელი საშუალებების ფონზე ორი არსებითი მომენტით. ტრანკვილიზატორებისგან განსხვავებით, მათ არ აქვთ კუნთოვან რელაქსაციური მოქმედება და ძილისმომგვრელი საშუალებებისგან განსხვავებით, დიდი დოზებითაც კი არ აქვთ ნარკოზული მოქმედება. ამასთანავე, საერთო დამამშვიდებელ მოქმედებასთან ერთად, ისინი სპეციფიკურად მოქმედებენ ფსიქოტურ სიმპტომებზე. სწორედ აქედან წარმოდგება სახელწოდებაც ანტიფსიქოტურები. ნეიროლეპტიკების ეს ეფექტი, როგორც წესი, დგება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ. 50-იანი წლების დასაწყისში დასინთეზირებული იქნა პირველი ნეიროლეპტიკი ფენოტიაზინების ჯგუფიდან, ქლორპრომაზინი. მას იყენებდნენ როგორც ქირურგიულ ანესთეტიკს და მალე დაიწყეს ქლორპრომაზინის როგორც ძლიერი დამამშვიდებელი საშუალების გამოყენება შიზოფრენიის სამკურნალოდ. ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებულმა პირველმა წარმატებებმა განაპირობა ფარმაცევტული საწარმოების მიერ ფენოტიაზინების ბევრი საკუთარი ვარიანტის გამოშვება ბაზარზე. მათ შორის განსაკუთრებით ცნობილია სტელაზინი, პრომაზინი, კომპაზინი, პერფენაზინი, ფტორფენაზინი და ასე შემდეგ. ეს მათი განსხვავებული სავაჭრო სახელწოდებებია. დღესდღეობით არსებობს ანტიფსიქოზური პრეპარატების სხვა არაფენოტიაზინური კლასები. ყველა ანტიფსიქოზურ საშუალებას აქვს საერთო ბიოქიმიური მოქმედება. ისინი ბლოკირებენ თავის ტვინის დოფამინერგული გზების რეცეპტორებს, თუმცა ძალიან განსხვავდებიან დოფამინის ბლოკირების ხარისხით. რაც შეეხება ნეიროლეპტიკების კლასიფიკაციას, ნეიროლეპტიკები იყოფა პირველი თაობის ნეიროლეპტიკებად, ანუ ეს არის ტიპიური ანტიფსიქოტიკები, არის მეორე თაობის ნეიროლეპტიკები, ანუ ატიპიური ანტიფსიქოტიკები და არსებობს უკვე მესამე თაობის ნეიროლეპტიკებიც. პირველი თაობის ნეიროლეპტიკებს მიეკუთვნებათ ბუტიროფენონები, ეს არის თქვენთვის უკვე კარგად ცნობილი ჰალოპერიდოლი, ასევე დროპერიდოლი და ტრიფლუპერიდოლი, ასევე ფენოტიაზინები, რომელიც თავის მხრივ იყოფა ალიფატურ, პიპერიდინულ და პიპერაზინულ
ნეიროლეპტიკებად, რომელთა წარმომადგენლების სავაჭრო სახელწოდებები მოცემულია სლაიდზე. შემდეგ ეს არის თიოქსანტენები, დიბენზოაქსაპინები, ბენზამიდები, პირიმიდინისა და იმიდაზოლიდინონის წარმოებულები და აგრეთვე ინდოლის წარმოებულები. რაც შეეხება მეორე თაობის ნეიროლეპტიკებს, მათ მიეკუთვნებათ კლოზაპინი, ზიპრექსი, რისპერდალი, გეოდონი, სერტინდოლი, ასევე რისპერიდონის წარმოებული და ზოტეპინი, ანუ რომლის სავაჭრო სახელწოდებებიც ასევე განსხვავებულია და მოცემულია ამ პრეპარატების სხვადასხვა სავაჭრო სახელწოდებები მოცემულია სლაიდზე. რაც შეეხება მესამე თაობის ნეიროლეპტიკებს მიეკუთვნება არიპიპრაზოლი და ასევე დოფამინის ნაწილობრივი აგონისტები. ორივე თაობის მედიკამენტები, როგორც წესი, ბლოკირებენ თავის ტვინის დოფამინერგულ გზებს. მაგრამ ატიპიური ნეიროლეპტიკები განსხვავდებიან ტიპიური ანტიფსიქოტური საშუალებებისგან იმით, რომ ისინი ნაკლებად განაპირობებენ ექსტრაპირამიდული მოტორული კონტროლის დარღვევებს პაციენტებში, რაც მოიცავს არასტაციონარული ტიპის პარკინსონის დაავადებისთვის დამახასიათებელ მოძრაობებს, სხეულის რიგიდულობას და უნებლიე ტრემორს. ორგანიზმის ეს ანომალური მოძრაობები შესაძლებელია გაგრძელდეს მკურნალობის შეწყვეტის შემდეგაც. ატიპიური ანტიფსიქოტური საშუალებებით მკურნალობის კურსის ჩატარება დაკავშირებულია შემდეგ უპირატესობებთან. რეაგირების სიჩქარე მაღალია. მკურნალობა ეფექტურია რეფრაქტორული დაავადებებისას. თვითმკვლელობის რისკი დაბალია. გაუმჯობესებულია ფუნქციური შესაძლებლობები და ცხოვრების ხარისხი. პირობითად შესაძლებელია ნეიროლეპტიკების დაყოფა უპირატესად სედატიური მოქმედების და უპირატესად ანტიფსიქოტური მოქმედების ნეიროლეპტიკებად. პირველი კლინიკურ პრაქტიკაში ძირითადად გამოიყენება პირველ რიგში როგორც სედატიური საშუალება, ხოლო მეორე მეტნაკლებად გამოხატული, გამოაქტივებელი და ანტიფსიქოტური თვისებების გამო როგორც ანტიფსიქოტური საშუალება. სედატიურ ნეიროლეპტიკებს მიეკუთვნება პრომაზინის ჰიდროქლორიდი, ანუ პროპაზინი, ასევე კლოქსანი, კლოზაპინი, ლევომეპრამაზინი და ასე შემდეგ. ანუ პრეპარატები თავისი სავაჭრო სახელწოდებებით მოცემულია სლაიდზე. რაც შეეხება ანტიფსიქოტურ ნეიროლეპტიკებს, მათ მიეკუთვნებათ ტრიფლუპერაზინი, თიორიდიზინის ჰიდროქლორიდი, სონაპაქსი, სავაჭრო სახელწოდებით, ასევე ჰალოპერიდოლი, ტრიფლუპერიდოლი და სხვა. ეს პრეპარატებიც თავისი სავაჭრო სახელწოდებებით მოცემულია სლაიდზე. რაც შეეხება მოქმედების მექანიზმებს, ნებისმიერი ნეიროლეპტიკური პრეპარატის მოქმედების საერთო თავისებურებას წარმოადგენს ცენტრალური დოფამინური რეცეპტორების ბლოკადა დოფამინის სინთეზის და მეტაბოლიზმის კომპენსატორული გაძლიერებით. ასევე არსებობს მაბლოკირებელი მოქმედება მუსკარინის ტიპის ქოლინერგულ რეცეპტორებზე, რომლებიც განაპირობებს პარკინსონის დაავადების მაგვარი სიმპტომატიკის წარმოქმნას. ალფა ადრენორეცეპტორების ბლოკირება ავითარებს ჰიპოტენზიურ ეფექტს. ამავე დროს არსებობს პრეპარატების ანტიფსიქოტურ ეფექტის გამოხატულების პირდაპირი დამოკიდებულება სხვადასხვა დოფამინურ რეცეპტორებზე და მათ მაბლოკირებელი მოქმედების ძალაზე. გამოყოფენ დოფამინური რეცეპტორების რამდენიმე ქვეტიპს, რომლებიც ორ კლასად იყოფა. ეს არის D1 და D2 რეცეპტორები, რომელიც თქვენთვის უკვე ცნობილია და D1 რეცეპტორები წარმოდგენილია D1 და D5 ტიპის რეცეპტორებით, ხოლო D2 მოიცავს D2, D3 და D4 ქვეტიპებს. აღწერილია 5 დოფამინერგული გამტარებელი გზა ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. ეს არის ტრიოპალიდარული სისტემა, მეზოლიმბური სისტემა, მეზოკორტიკალური სისტემა, რეტიკულარული სისტემა და ნეიროჰიპოფიზური სისტემა. დოფამინური რეცეპტორები გვხვდება არა მარტო ლიმბურ სისტემაში, არამედ შავ სუბსტანციაში, ზოლიან სხეულში და ჰიპოთალამუსში. ნეიროლეპტიკების ანტიფსიქოტური მოქმედება ჩვეულებრივ დაკავშირებულია მათ დოფამინ მაბლოკირებელ აქტივობასთან მეზოლიმბურ სისტემაში.
მეზოკორტიკალურ სისტემასთან აკავშირებენ ატიპიური ნეიროლეპტიკების მოქმედებას. ნეიროლეპტიკები ექვემდებარება აქტიურ ბიოტრანსფორმაციას, რომელიც მიმდინარეობს არა მხოლოდ ღვიძლში, არამედ ფილტვებში, ტვინში, თირკმელში და ნაწლავში. სწორედ ნაწლავური მეტაბოლიზმით აიხსნება ბევრი ნეიროლეპტიკის დაბალი ბიომისაწვდომობა, რადგან მათ აქვთ ქოლინერგული ეფექტი, რაც ამცირებს კუჭნაწლავის ტრაქტის პერისტალტიკას. ნეიროლეპტიკების მეტაბოლიზმი დაკავშირებულია რთულ ბიოქიმიურ პროცესებთან, რის შედეგადაც წარმოიქმნება მრავალრიცხოვანი აქტიური და არააქტიური მეტაბოლიტები. მაგალითად, ქლორპრომაზინს, სავიწრო სახელწოდებით ამინაზინი, პოტენციურად უნარი აქვს აწარმოოს 168-მდე მეტაბოლიტი. ჰალოპერიდოლის ყველა მეტაბოლიტი ერთის გარდა სხვა ნეიროლეპტიკებისგან განსხვავებით არააქტიურია. აქტიურ მეტაბოლიზმის პროცესში უნარი აქვს ჰალოპერიდოლად გარდაიქმნას. აღსანიშნავია, რომ ჰალოპერიდოლის მეტაბოლიზმი ექვემდებარება ცირკადულ რიტმს. ის ნელდება ძილის დროს და აქტივდება დღისით. ნეიროლეპტიკების უმეტესობის ერთი დოზის თერაპევტული ეფექტი გრძელდება 24 საათს მაინც, რაც საშუალებას იძლევა დაინიშნოს პრეპარატები დღეში ერთხელ. ნეიროლეპტიკების უმეტესობა პრაქტიკულად მთლიანად მეტაბოლიზირდება ორგანიზმში, ამიტომ გამოიყოფა თირკმელებით და ნაღველთან ერთად, ძირითადად არააქტიური ნაერთების სახით. უმეტესობა კლასიკური ნეიროლეპტიკების ნახევრად გამოყოფის პერიოდი სადღაც 20-40 საათს შეადგენს. პირველი თაობის ნეიროლეპტიკები, ანუ ტიპიური ანტიფსიქოტური საშუალებები, ამცირებენ პოზიტიურ სიმპტომებს, მაგრამ ადეკვატურად არ აუმჯობესებენ ნეგატიურ და კოგნიტურ სიმპტომებს. გარდა ამისა, ისინი იწვევენ ექსტრაპირამიდულ გვერდით ეფექტებს და სისხლის შრატში პროლაქტინის გაზრდას და აგრეთვე შეუძლიათ დაამძიმონ ან გამოიწვიონ ნეგატიური და კოგნიტური სიმპტომები. ეს ყველაფერი განპირობებულია მათი რეცეპტორმა ბლოკირებელი პროფილით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანტაგონიზმი D2 დოფამინის რეცეპტორების მიმართ. რაც შეეხება მეორე თაობის ნეიროლეპტიკებს, ანუ ატიპიურ ანტიფსიქოტურ საშუალებებს, ისინი მოქმედებენ შიზოფრენიის ორივე პოზიტიურ და ნეგატიურ სიმპტომებზე. გარდა ამისა, ისინი მნიშვნელოვნად ამცირებენ ექსტრაპირამიდულ გვერდით ეფექტებს და პროლაქტინის გაზრდილ დონეს. და ამიტომ დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ატიპიური ანტიფსიქოტიკები ატიპიურები არიან იმიტომ, რომ უმჯობესდება ნეგატიური სიმპტომატიკა. მინიმუმამდეა დაყვანილი ექსტრაპირამიდული გვერდითი მოვლენები და არ იზრდება პროლაქტინის დონე. ბევრი ასეთი პრეპარატი, მაგალითად კლოზაპინი, განსაკუთრებით ეფექტური იყო მკურნალობისადმი რეფრაქტერული პაციენტების მიმართ, ანუ იმ პაციენტების მიმართ, რომლებიც მკურნალობას არ ექვემდებარებიან. ტიპიური ანტიფსიქოზური საშუალებების მსგავსად, ატიპიური პრეპარატები ასევე D2 რეცეპტორის ანტაგონისტებია. ამასთანავე, ბევრი მათგანი ბლოკირებს სეროტონინის 5-HT2 რეცეპტორებს. ზოგიერთი ატიპიური პრეპარატი, მაგალითად კლოზაპინი ან ზიპრაზიდონი, აგრეთვე წარმოადგენს სეროტონინის რეცეპტორის ნაწილობრივ აგონისტებს, რომლებიც სავარაუდოდ აუმჯობესებენ დეპრესიულ მდგომარეობას, შიშებს და უარყოფით კოგნიტურ სიმპტომებს. სამწუხაროდ, D2 რეცეპტორ-დაკავშირებული გვერდითი ეფექტები, რომლებიც საერთოა ტიპიური ანტიფსიქოზური საშუალებებისთვის, განაპირობებენ მკურნალობის შემდგომ პრობლემებს, როგორიც არის წონის მომატება, სედატიური ეფექტები, სისხლის პათოლოგიური ცვლილებები და ასე შემდეგ. რაც შეეხება მესამე თაობის ნეიროლეპტიკებს, მესამე თაობის ნეიროლეპტიკების წარმომადგენელია არიპიპრაზოლი, რომლის მოქმედების მექანიზმი განსხვავდება ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ყველა სხვა ანტიფსიქოტური საშუალებებისგან. ყველა ნეიროლეპტიკი ტიპიური და ატიპიური ანტიფსიქოტურ ეფექტს აპირობებს D2 დოფამინური რეცეპტორის ბლოკირებით, ანუ ისინი წარმოადგენენ D2 რეცეპტორის ანტაგონისტებს. არიპიპრაზოლი კი მოქმედებს როგორც D2 რეცეპტორის ნაწილობრივი აგონისტი. მნიშვნელოვანია ის, რომ ნაწილობრივმა აგონისტმა შეუძლია იმოქმედოს როგორც აგონისტმა ან ანტაგონისტმა
სპეციფიკური ნეიროტრანსმიტერის კონცენტრაციაზე დამოკიდებულებით. ანუ დოფამინის დაბალი კონცენტრაციისას ნაწილობრივი აგონისტი სტიმულირებს დოფამინის რეცეპტორს, ხოლო დოფამინის მაღალი კონცენტრაციისას კი ნაწილობრივი აგონისტი ინჰიბირებს დოფამინის რეცეპტორს. მოქმედების ეფექტურობის პოტენციალის გასაგებად უნდა გვახსოვდეს, რომ პოზიტიური სიმპტომატიკა, შიზოფრენიის პოზიტიური სიმპტომატიკა, როგორც ვფიქრობენ, განპირობებულია ჰიპერდოფამინერგული აქტივობით მეზოლიმბურ ტრაქტში და ნეგატიური სიმპტომატიკა კი ჰიპოდოფამინერგული აქტივობით მეზოკორტიკალურ ტრაქტში. და პრეპარატი, რომელიც იმოქმედებს მეზოლიმბური აქტივობის შემცირებით და იმავდროულად მეზოკორტიკალური აქტივობის გაზრდით და შესაბამისად მინიმუმამდე დაიყვანს გვერდით ეფექტებს, წარმოადგენს საუკეთესო საძიებელ პრეპარატს და არიპიპრაზოლიც შესაძლებელია სწორედ ასეთი ტიპის პრეპარატს მიეკუთვნებოდეს. რაც შეეხება ნეიროლექსური თერაპიის გვერდით ეფექტებს, გამოყოფენ ფსიქოტურ გვერდით ეფექტებს. ეს არის ფსიქომოტორული ინდიფერენტულობის სინდრომი, ანუ ეს არის ძილის სურვილი დღის განმავლობაში, ემოციური უინტერესობა, უუნარობა, აგრეთვე დამუხრუჭებულ დეპრესიებს და დელირიულ სიმპტომატიკას. რაც შეეხება ნევროლოგიურ გვერდით ეფექტებს, ეს არის პარკინსონის დაავადების მაგვარის სინდრომი, რაც მდგომარეობს მოძრაობით შეზღუდულობაში, კუნთების შეზღუდულობაში, ტრემორი, ნიღბის მაგვარის სახე და სხვა. ასევე მას მიეკუთვნება ავთვისებიანი ნეიროლექტური სინდრომი, ეს არის ციება, სისხლძარღვოვანი ტონუსის რხევები, ტახიკარდია, სიფერმკთალე, პროფუზული ოფლი, ასევე ცნობიერების არევა. რაც შეეხება ენდოკრინულ გვერდით ეფექტებს, მათ მიეკუთვნებათ ტემპერატურული რეგულაციის დარღვევა, სხეულის წონის გაზრდა და ასე შემდეგ. და ახალი ანტიფსიქოზური საშუალებების შემუშავება, რომელთაც ექნებათ ნაკლებად გამოხატული არახელსაყრელი გვერდითი ეფექტები და უკვე არსებულ პრეპარატებთან შედარებით უფრო ძლიერი ეფექტურობა, წარმოადგენს კვლევების ყველაზე მნიშვნელოვან სფეროს. ყველა კონკრეტული პაციენტისთვის ყველაზე შესაფერისი პრეპარატის შერჩევა, როგორც წესი, მოითხოვს გულმოდგინე განხილვას.